ანაკლია, ადგილი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთთან ყველაზე ახლოს არის. სწორედ აქ, სიმბოლურ გარემოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა და თანამდებობაზე ყოფნის 1 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიში რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავდა: ჯანდაცვას, სოციალურ მხარდაჭერას, განათლებას, კულტურას, სპორტს, ახალგაზრდულ პოლიტიკას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და სამშვიდობო ინიციატივებს. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. დევნილ ახალგაზრდებთან ერთად ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გიორგი ჯინჭარაძემ ყურადღება გაამახვილა გასული 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე და იმ შედეგებზე, რომლებიც მისი შეფასებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურება. ანგარიშის წარდგენას თან ახლდა სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლი, რომელშიც 1 წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამები და მიღწეული შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ასახული. ანაკლიაში შევხვდი ახალგაზრდებს, სადაც წარვადგინე ჩემი დანიშვნიდან 1 წლის ანგარიში. შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია და ზუსტად ეს შედეგები, ახალი ინიციატივები, პროგრამები, რომლებიც განხორციელდა, დამატებით მოტივაციას მაძლევს მეც, ჩემს გუნდს, რომ მეტი შემართებით, მეტი მოტივაციით ახალი სიკეთეები შევთავაზოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში აფხაზეთის მთავრობა იქნება კიდევ უფრო მეტი სიახლის დამნერგავი. ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანდაცვის სფერო იყო, რომელიც აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. 1 წლის განმავლობაში ჯანდაცვის პროგრამული ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა და 8.400.000 ლარს მიაღწია. გაიზარდა დაფინანსებულ ბენეფიციართა რაოდენობაც 70%-ით. შედეგად აუცილებელი სამედიცინო მომსახურება 12.000-ზე მეტმა აფხაზეთიდან დევნილმა მიიღო. პროგრამული ბიუჯეტი 8.4 მილიონი ლარი, ზრდა სამჯერ. მომსახურება მიიღო 12.000-ზე მეტმა ბენეფიციარმა. კრიტიკული დახმარება 500-ზე მეტი შემთხვევა. პოლიკლინიკების განახლება 3 მილიონი ლარი. სოციალური მიმართულება ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. გასული 1 წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით 200 კომპაქტური განსახლების ობიექტზე განხორციელდა, რისთვისაც თითქმის 4 მილიონი ლარი გამოიყო. როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მისი სარეზერვო ფონდი სრულად მოხმარდა აფხაზეთიდან დევნილთა სოციალურ საჭიროებებს. 200-მდე რეაბილიტირებული ობიექტი, თითქმის 4 მილიონი ლარი, 700-ზე მეტი დროებითი თავშესაფარი, 5.000-მდე ფინანსური დახმარება, ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა. განსაკუთრებული მადლობით მინდა დავიწყო აფხაზეთის მთავრობის მიმართ იმ ძალისხმევისთვის, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში გასწიეს დევნილთა, ესე ვთქვათ, ჩასახლებებში. უამრავი პრობლემა გაგვაჩნდა. სხვადასხვა მიმართულებით იყო ინფრასტრუქტურული პრობლემები, იყო სოციალური პრობლემები, რომლის მიმართულებით ერთობლივად ადგილობრივ ჩვენს მუნიციპალიტეტთან ერთად თანამშრომლობით მრავალი პრობლემა დაიძლია. რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება, რომლის მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა, გეგმა და რომელზეც ვაპირებთ მომავალში მუშაობას. განათლება და მომავალი თაობის მხარდაჭერა კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელსაც ანგარიში მთავრობის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო. გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ახალგაზრდების განათლებაში ინვესტირება მთავრობის გრძელვადიანი ხედვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მისი ინიციატივით პირველად დაწესდა ყოველთვიური სტიპენდია 221 წარმატებული დევნილი სტუდენტისთვის, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 185 ახალგაზრდას სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდა. ჯამში ფინანსური მხარდაჭერა 500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. ჩვენი მიზანი იყო, რომ განათლების ყველა კომპონენტზე ქონოდა დაფინანსება, შესაბამისად რჩებოდა პროფესიული და პროფესიული მიმართულებითაც ჩვენ სქილულთან თანამშრომლობით 150-მდე სტუდენტი დავაფინანსეთ. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაც. ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სკოლაში განხორციელდა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი, რომელმაც მოსწავლეებს აფხაზეთის ისტორია, მათ შორის აფხაზეთში განვითარებულ სამხედრო კონფლიქტზე რეალური ინფორმაცია მიეწოდა. ასევე მოზარდებს გაცნო უახლესი გმირები და აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობა.
აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი კულტურის მიმართულებასაც დაეთმო. გასული წლის განმავლობაში განხორციელდა 50-მდე კულტურული პროექტი, რომლებმაც ათასობით ადამიანი გააერთიანა. ქართული და აფხაზური კულტურა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აქტიურად წარმოაჩინეს სოხუმის დრამატული და მოზარდ მაყურებელთა თეატრალურმა დასებმა, ანსამბლებმა აფხაზეთი, შავნაბადა და სახელმწიფო საგუნდო კაპელამ. 50-მდე კულტურული პროექტი, წიგნებისა და ჟურნალების გამოცემა, შემოქმედებითი გამოფენები, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. როგორც ანგარიში იყო წარმოდგენილი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით, გასული წლის განმავლობაში 30-მდე პროექტი განხორციელდა. ასევე აღინიშნა, რომ წელს განსაკუთრებული მასშტაბით ჩატარდა აფხაზეთობის კვირეული, რომლის მრავალფეროვანმა ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აფხაზეთის მდიდარი კულტურა, ისტორია და ტრადიციები. გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. მისი განცხადებით, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროგრამები მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ემსახურებოდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 20-მდე მეწარმემ მიიღო ფინანსური დახმარება საკუთარი საქმიანობის გასაფართოებლად. 400-ზე მეტი მხარდაჭერილი ფერმერი, 20-მდე დაფინანსებული მეწარმე. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ერთი ფანჯრის პრინციპით დისტანციურად ისარგებლონ აფხაზეთის მთავრობის პროგრამებით. პორტალზე უკვე 1500-მდე მომხმარებელია რეგისტრირებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთავრობის თავმჯდომარისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვები დაესვათ. შეკითხვები შეეხო განათლებას, დასაქმებას, ახალგაზრდების შესაძლებლობებს, სამშვიდობო პოლიტიკასა და აფხაზეთის მომავალს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან. მოხდა ანგარიშის წარდგენა ახალგაზრდებისთვის, გავეცანით ახალ სიახლეებს და სამომავლოდაც ვიმეორებდებით, რომ ჩატარდება მსგავსი შეხვედრები და ახალგაზრდებს მოგვეცემა იმის საშუალება, რომ გავეცნოთ სიახლეებს, თუ რა კეთდება ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის. წლიური ანგარიშის წარდგენისთვის ანაკლის არჩევა სიმბოლური იყო. ეს არის ადგილი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. ეს ლოკაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი მიზანი არის მეტი ახალგაზრდის ჩართულობა სამშვიდობო პროცესში და ნდობის აღდგენის პროცესში. შესაბამისად, მათი ინიციატივები, ახალი ხედვები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ახალი პროექტების დაგეგმარება მოვახდინოთ ახალგაზრდების ინიციატივებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ინიციატივებით, თუმცა მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ პროგრამების ფორმირების ნაწილში. გასული 1 წლის ანგარიში მხოლოდ შესრულებული პროგრამების ჩამონათვალი არ იყო. თითოეული პროექტი, თითოეული მხარდაჭერილი ოჯახი, სტუდენტი, ვეტერანი, ახალგაზრდა თუ მეწარმე იმ საერთო მიზნის ნაწილია, რომელსაც აფხაზეთის ზრუნვა და ადამიანებს შორის კავშირების შენარჩუნება ჰქვია.